ინტერნეტ ტელევიზია ინკოგნიტო შენ გეოლდება. მოდი, აიხდინე ოცნება და გახდი ჟურნალისტი. საინტერესო ლექციები, სტუმრები, გასვლითი და ადგილობრივი შეკრება. აუწყე ფეხი ცხოვრების რიტმს და იმოგზაურე ჩვენთან ერთად. დაგვიკავშირდით ნომერზე 574500094. გვიყურეთ და დაგვიმახსოვრეთ www.incognito.tv.gr. ტელევიზიის დამაარსებელი და ხელმძღვანელი მარინა კაპიჭიძე. აი ესე ვიწყებთ გადაღებას დღეს თეატრში ვართ სტუმრად. წავედით ხო? აი, სად არის სალომე? აი ესე. საინტერესო კადრებს მალე გაგაცნობთ. დაელოდეთ. დღეს ჩვენ ვესწავლეთ თეატრ მოდინახეს და შეგვიძლია ესეთი გასაოცარი თავბადორი. თუ შეიძლება წარდგინეთ თქვენი თავი. გამარჯობა კატო, მე ვარ ნინო სატყობელაშვილი, დრამატურგი. მოდით ვისაუბროთ წლებთან. ამ პიესის მოსაგონებლად თქვენ დიდი ხანი დაგჭირდათ? ესე იგი, უნდა გითხრათ შემოკარგო, რომ საერთოდ ამ პიესის პირველ წყარო, ასე რომ ვთქვათ, სულ პირველი ვარიანტი ვერსია ეს ეკუთვნის ცნობილ მწერალს ოდია იოსელიანს და ბატონო მუზარმა ესეთი ამოცანა მომცა რომ ჩვენ უნდა გადავაკეთებინა ეს პიესა იმისათვის რომ დღეს ახალგაზრდა თაობას აი ამ ახალგაზრდა გოგონებს და ბიჭებს ესაუბრათ თავიანთი თაობის სათქმელით თავიანთი გადმოსახედიდან და ამდენად რთული არ იყო მარტივი იმიტომ რომ როცა ეხები ესეთ ძვირფას პიესას, რომელიც ქართულ მაყურებელმა კარგად იცის, რომელიც არაერთხელ დადგმულა სცენაზე და ეხები ოდია იოსელიანის შემოქმედებას, ხო დიდი პასუხისმგებლობა გაქვს, რომ რაღაცნაირად ისე მოაქციო ის თანამედროვეობის ჩარჩოში, რომ არც ის პირველ წყარო დაკარგო და თან კიდევ შენი სათქმელიც თქვა. და კიდევ უფრო ართულებდა ჩვენს მუშაობას ის რომ ცოტა დრო გქონდა, არ გქონდა ბევრი დრო. მაგრამ რაღაცნაირად ერთობლივად შევძელით რომ აი ეს საბოლოო ჯამში აი ესეთი სახე მიგვეცა ამ სპექტაკლისთვის და აი ეს გამოგვივიდა რაც გამოგვივიდა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრა უბრალოდ ყოველსა ბატონ მეგზარ მუცრიკიძეს და მე ამ ბავშვებს, აი ბოდიში ბავშვები აკადემიკა, აი ამ ახალგაზრდებს, აი მარაჩვეულებრივ გოგონებს და მაწვილებს, ამ სტუდენტებს, რომლებმაც თავიანთი ენერგიით, ამ გულწრფელი ემოციით ახალი სიცოცხლე შესწინეს აი ამ პიესას და მე მჯერა რომ ბევრჯერ ითამაშებენ ისინი და აუცილებლად მიიტანენ მაყურებლის გულამდე ჩვენს სათქმელს. როგორ ისე დავიღალე რომ მე აქედან ხერხს აღარსა დავადგა. მოიცა. შენ სახლი უფრო მოგეწონა თუ მასპინძელი? ორივე. მოდამცა. თქვენ არ დაიღალეთ ხო? აბა მოეწყვეთ გოგოებო. სულეს არის აი რასაც ხედავთ. აი ხლა უხართ შეშას შეუგეთ. თქვენ კიდე აი გურჯერ და რაღაცები რო გაქვთ, აი დარეცხოთ აი. ეს ისეს ხავს ვიხის ფასად ოქროდ მოკიდე. რა ქნას გოგო საწყალი ბიჭია. და რა გასაწყლა? 6 გადარეული დაბესის თავს და გასაწყლებოდა აბა რა იქნებოდა? არა, არც ეგრე მარტივად გქონია საქმე. შენ ჩვენს გეხარ თუ ამის? მოდამცა. სიცხვილი არა. არა, ისე მართლა. რა სიცხვით მასპინძელო? აბა რა გიცხა? ერთგვარ აქვით და მერე. ოხ ჩვენ გადავირიეთ. დავეცი. წავუგაყიდო. ო და რა მოგეწონა რა? არა, რა მოგვეწონა კაცო რა? აი ამდენი ხალხი როგორ დავეცი? არა, excuse me, მაგრამ მე ვერავის ფეხებში ვერ შევუწევი. საკუთარ დაფარებსაც მიგებს მე. იცით რა, მართლა პატარა ოთახებია. მოგეშინი ვერაც. მეორეც ამბობ და მესამეც. ახლა სამუდამოდ ხომ არ ჩები? კაცებს რა. მართალია, როგორღაც უნდა გავიჭიროთ. აბა ახალწელს ქუჩაში ხوار შევხვდებით და ისედაც ყველა სასტუმრო გადაზეწილია. არა, მე გეუბნებო
ხონებულებო. ეს დავეცი და გადავირიე რა გაიგო კაცო. გინდა. არ გინდა და ნუ. აუში რა. აბატიეთ რა. ფეხი დამოგარი და ბაგი და დამეყარ. ხო, შეშა კაცო რა შეგაშა. ხო, გინდა. არ გინდა და. გითხარი, ესაა რაც ამ. აი ხო, აი შუა ზართაშია რა. თქვენი გულისიდან სახს ხომ არ დავანგრევ და სიგრძე სიგანეს ხომ არ მოუმატება. ნეტაი. მე თემის სიცოცხლე ვაპირებ მოგნას და თქვენ არა სამი ღამე არ გაგიწევება. არა, უყურეთ ერთი როგორ სიტყვას ამიტაგო. არა, მართალს ამბობს. რატომაც არა. არ დაგაწვის და არ დაგაწვის. აი გიგინე, ორ საწყოსაც მოგიხედე. დაწეგით არ ხენა დაიყავს. ხო, აი ძალიან არ ხენა დუქებით აი ამას სათის ყოლებში. აბერა, შეცადები და ეს საწოლი ფანჯარასთან დაიდგა. ოთახი თუ მოგიჭერს რა? ფანჯარა გამოახ. ირონი და ჰაერი შემოვა, თვითონ ჩასუთვა ფულანი. ой, სადა. თქვენ. ბაცხოვილი. რა სექსისტური შეკითხვაა. როგორია? სექსისტური. რო? სექსისტური. შენ ენაზე უტაქტო. მაისას რა. გათხოვება რა უზრუნველოვანი ხდება. ვისთვის როგორ სკოლა. ჩემო ნიკო. რა თქმა სკოლა? კარგი იყო სკოლა. არა, მეტის ვირსი არც არ შეგვიძლია. მე აქ შეთვის ვინაზები და ეს კიდე სკოლა. აკრევით რა. არა, აი მაგ ხასიათს რა. თქვენ რა გაგათხოვება? მაის. თქვენ შეყარებულები ხარ. თქვენ ერები მეშე, მე ხალხები და წავალ. ვაი შენ სკოლას რა. რა მოვიდა? თქვენ რა გოგო. ისინი ყარა. ვაიმე გოგო, მამა სიმნაირები. ისე, პაპიროსს იცი. დიახას ეწერ. აი. გეხმარები გამოჩნდა, ბინგონი ვა. და რომელიც ამბობს. ნახეთან როგორ გაწითოდა. არაფერს ხედე ბიჭო. რატო რა? არ უნდა ვიცოდე ჩემსაში ღამეს ვინათებს. პირადი ნომერი და IQ სხვა გინდა კიდე. აი QQ-ი არის. მაგრამ თქვენთან რა სტუმარი რომ მოდის ხოლმე, სულ არაფერზე ინტერესდები ხარ. ყოველ შემთხვევაში ეგრევე პირად ცხოვრებაზე შეკითხვას არ ვაჯახებ, ბატონო. არ გეწინოთ რა. ისე კითხეთ, კაცო. ალავა. აი ესეთი ლამაზები ხართ და მეთქი როგორ გამოუშვეს იმ თქვენმა სატრფოებმა, ეგრე მარტო ამ შუა ღამესაც. ვინ გამოგიშვა? სატრფოებმა. მაგ სიტყვას აქ UNESCO იცა. მაიცა, UNESCO. ვიცი, არ იცავს არა. მაიცა, აბა თქვენებურად როგორ უნდა ვიცი? აი ასე უნდა გეთქვა. აბა როგორ? Girls. ქვენმა კრაშებმა. იციან აქ რო ხარ? ისე მაგ სიტყვა კრაშს ვერცნებით. აი, კარგი, შენთვის ატფო იყო. იხოს, მაგრამ რო არა. აი, მოგიგდეს ჩემი. არ სატრფოა და არ ზრაში კაცო. თუ ჯერ ის რაში უნდა იყოს, რომ სატრფო შამააჩი. აკეთებს კაცო რა. არა და ხო გზნობა რა. სიტყვა ბანზე გადაგა. სინამდვილეში. რაღაცა ხდება თქვენთვის. ბატონო. გიჭირთ რაღაცა გოგოა. არა, პირდაპირ. მორჩა. კეთი და მიგდარ. არა, შეჭირე რა. კი არ გამიფრაზე კაცო. მე ის საქმე არ მაქვს, ახლა შენ ნაიგებზე გავხარ. მეც მივიდა. დავიძახებ და თბილისში დავიძახებ. აი, დაიგიდე რა. მაგას გავერთობთ გოგო ეს წები, რა საიჯაბრე. აბა უყურეთ, აბა. აი კაცო, მაიც არის ესა. აი მასო თუ დააწევი. გავიცი დამოვალი. მაშა, აი რა. შეიძლება. რასაკ მივდივარ. კარგი. ხო, როი ჯაჭკურები ვერ ახედავ ეს. ჩინურია. მორბლები მოყვა. აი ალერგია მაქვს ესეთ გორსანებზე. რაღაცა გიკითხო ვისაკად რამ სოფლეობა. ალო. აი მე არ ჭეს. ინტერნეტი არ გაქვს? აი გიჭერს, აი 200. აი ყველა დაიწყოთ გურაზე უნდა მატაროს რა ვიცი. ალო. გამარჯობა. გამოძახება მინდა. ბაკურიაში ვარ და თბილისში მინდა. დიახ. ბატონო. დებილი. შეგადინა. დაიჭიე მანთო. აი, მივდები საახალოთა გადასაუბრებს. ამოდი რა სიცხულია. უაზროდ მოვიდა, მაგრამ იცი როგორ ამანდო. კატო წამოდი საერთოდ არ ინერვიული. აი, წამობა. აბა თბილისში ფეხი თუ არ დაეშება, თანაც ახალწლამდე ან გლები შეჭამენ და ან რომელიმე ატაური ნიკალა. კატო აი წამო ამოვარდეთ და გავიზარდეთ. რაღა დარჩა ახალწლაო. დედა სხვა ტირერა. მიდი შეიგინე. აი თუ გინდა გარეთ გაჩიქივი, აქ მაინც ვერავინ გაიგებს. სამაგიერო დამოუშვე. შეში რა. გოგოებო. ანა თქვენი წინინება მინდოდა. მოდიში რა. ამეც თუ ცუდად გამომივიდა, აი. მე უბრალოდ
აი ესეთი ლამაზები ხართ რა. 60-ის ყვავილებს გავხართ. აიმე და ხო საიდან იცით 60-ში როგორი ყვავილებია? ეგრე წარმომიდგენია. ისე სხვათა შორის ერთხელ სიზმარშიც ნახე. აიმე რა ნახეთ 60-ე? ო, დედა ჩემი კრეფანდა კაცო. იმ სისხო ფურცლები ქონდა რომ თელ ხელის დულს უფარა. ვარდებს. ვარდებს. კი. ჩებით. ქარი ქრის. ეს აპოი. კიდევ რომ შეგეძლოთ რამე ესეთი ის მოგონება, თქვენ იდეა რა იქნებოდა? კი, ბევრი იდეა მაქვს, არაერთი და ეხაც ვმუშაობ ერთ პიესაზე. ვერ გავამხილ საიდუმლოდ დავიტოვებდი ახლა თემო კარგო. იმიტომ რომ ძალიან ესეთი რთული სამუშაო პროცესი არის და ცოტა ხნით მინდა რომ რაღაცა იქამდე მივიდე, როცა უკვე შეიძლება რომ ეს გავასაჯარო, ასე რომ ვთქვათ და ყველასთვის გავყადო. მორთვა დამეცად, აი თადგას და თუ გინდათ მორთვა. აი სასათამაშოებს გამახსოვს. ხო, რაღაც და შენ სულ მარკაც ხარ რა? ო, შაბლები? ვასის რო ვიყავი. მამა გადავეცო. შარშა კიდე დედა ჩემის დაიწყო. ვისი არის? ოგუებო. ცოტა ძველი სათამაშოებია. ტრიანია და არაუშავს არა. არაუშავს. აი ის ნაძვის ხე პლასტმასის არის? ო, უფრთხილდებით აკა ბუნებას კაცო. მაშინ აიმე ტყეში ამდენი ნაძვის ხე და ჩვენ პლასტმასის დავყავ. ой, რა ვიცი. დამეროდე. ჯარა! ინო? ჯარა ბიჭო! მოდია! რან? მოდი კაცო. მოვიდე? აბა, მოდი. აი, იქიდან. წამოდი შეგაკეთა რა. რა პუშკუნა? რა ხილა დოულია კოლაცია არა გვიამათა. არა, ვიღაცება შენ ამას. მოდი კაცო. აუღარ ჯორი. კოლაცია, პარლო. ნაძვი მომიჩერი რა დღეში ერთსაკი. რა ვქნა? მოჭერი რა ძიში. შენ არის რომ ნაძვის მოჭრა არ შეიძლება? ადამიანს დანაშაულის ჩადენისკენ უნდა უბიძგო. თანაჩაირებული მეტყევი როგორ გააქტიურდა? შენ რა, შარშალარი კიდე პლასმასის ნაძვის ხე. თანაც როგორ ტრავახობდი და ხალხს აჩვენებდი. მე პლასმასზე გადავედი და ესაო და ისაო. ეს არის მაგალითის მიცემაი. ენა. პლასმასის კი მაქვს, მაგრამ აი მურებს ის უნდა რა, ბუნებრივი. შენ რა, შენ გონი არ ვიცი რომ დადიხარ და ტურბინით რომ უჭიდილებ აქ მურებს რა. რა შენ მურებს უჭიდილებ, რა სიტყვები მე უყურებ ბაირამას. ხო უნდა ვიცოდი, სად არის ზამი, რო არ მით. იდი რა საქმეს ისე, მიდი რა. გიორგა მიხარ, ყველას არის ერთი ჯარი გოგოები არიან, ჩამოსულებიო, პერო განჭობილებიო. ეს ხო არის ტვისელები არიან და მართალია. დაიცაი. ის არა გითხრა შენ გიორგამ, რომ ეგენი შენტოლები არ არიანო? არა, ხო და მიდი წადი, წადი რა. წადი რა საქმეს მიხედ. გადი რა. კოლაცია! აა. ამოწინა. კოლაცია. ისე, აგე რომ მოდიოდი ორღობეში კაშე ვიმოვე ძირსედო და ეთქობა შენი გოგოები საიდა. აუტანა გაუხარდება. დადე. აიდა. რათა? აიდა. რათა? აბა უყურე. აუტას ბიჭი. დაი საქმეს მიხედე. რას მიქა მე? მამა წავროში. კოლაცია! კოლაცია! ამო. აბა რა. ისე მე რაღაცა ვიქი. გიქ. მიდი. ჩემ პატარა ოთახში ამოდენა გოგოები როგორ უნდა დაკიო? ჩემთან გიმურები წავიდნენ ოთახი განთავისუფლდა და თუ კიდე გადავუყურო ჩემთან ჰა? აბა რა სიტყვაა? მიხედავს საერთოდ და დიქანაო ისე ეს. ჰა? დადი რა. ვაჭირა ის. კოლაცია! კოლაცია! ისე მე არასრულწლოვანი ვარ და ვერ დამიჭერენ, მაგრამ თუ დაგაჭარიმე შეგადაიქი ჯარიმასა, გაიგე? აბა ეს ახლა მამა წავდი შენ აი. დაასახელეთ მსახიობი მოთამაშე ამ სპექტაკლში, რომელიც ყველაზე მეტად მოგეწონა. არ მინდა გამოვყო. აი ამ შემთხვევაში ჩემი ემოცია და ჩემი შეფასება ყველა მათგანს უკავშირდება და ძალიან მომეწონა თითოეული მათგანი, იმიტომ რომ ვიცი რა შრომის შედეგია ის, რაც დღეს აჩვენეს მაყურებელს.
ეპიზოდები იყო რამდენიმე, რაც ძალიან მომეწონა, რაღაცა განსაკუთრებული სიტყვოთი, ამოვსებული აი დუეტზე, როდესაც თოვს, აი ეს თოვლის ეპიზოდი რომ არის და როდესაც საუბრობს კოლა და მეგი ერთმანეთთან მარტოობაზე რომ საუბრობენ, აი ეს ეპიზოდი ძალიან მომეწონს. ალბათ ეს თოფი დაჟანგებულია. აბა გოგო, და კოლა ეს ამხელა თოფი შენია? აკაჩები სააკაც. იმას კიდე თავის და პაპამაც. მე არ ახლა არ მითხრა. დიდი პაპა აბრაგი მყავდა და ამ წეებში იყო გაჭრილიო რა. რა რო გითხრა არ დაიჯერებ? მათმა? მას აი მაგის შიში. აქა ვერ სულიერი და ვერ სუსულო ვერ წაკანი. და შენ გადისპია ვახტობი. რამდენი რაზმია? გასწიები? მა, გასულ, ნო. აი ძალიან ხოდა მანდამუტკი არ მინდა. ბიჭი ჟანგიანი თოფი. და გამოგონილი მაჩო პაპი. ჩუ, გოგო, ისე მართლა ის წინაპრები. ვის თავო სირისტია? გოგო, რა სირისტია? რა სირისტია? შეხედე. უფ! კუთების ბატი კუთები დააყრია. არ დაგეჭერია? დაგვერხა. მე მგონი მართლა დაიქრაშე. მე არა გოგო დავიქრაშე. უბრალოდ მეშინი ამ თქვენ მაჩოს ჩვენი ჭინჭყობა ყელში არ ამოვიდეს და აი ამ სიცივეში გარეთ არ გავყავ. აბა, მოგორე მოაგე. აგე. ძალიან პროვოკატულდები. ყავა მე. მოვიცი არა. ჩვენი ხავა ისია როგორ თუდამროს. ესეც ხება. უსიტყვოდ ესმის კაცს. ოგოებო. ეგა ცოტა უშუალოდ გამომივიდი. მოდიში რა. მე უბრალოდ იმის თქმა მინდოდა. აი ესეთი ანგელოზებია რა. ვის სულელმა გამოუშვა მეთქი. ქალაქელ ბიჭებს რო დაუშვდა თვალები. მოიცან, შენ ფიქრობ რომ ჩვენ აუცილებლად ხილოდნობია რო? და იმდენად სუსტები ვართ რომ კაცის გარეშე თავს ვერ მივხედავთ ან ვინმე რამეს აგვიბედა? არა, კაცო. არა, განათქე პატიოსნება შეჭმებარე. ой, მე ეს პატიოსნება რაღაც ხაჯობა. აი შენ მართლა ვინ გგონი რა ის ხო ისე. ვინ გონი ხარ და ამ ქვეყნის მშვენივრად. აი ჩამოვიშვათ ხე. რა აი გოგო, მე მიდიაჭერო და როგორ იქნება ხოლმე? რა, ეს მუსკულების სიმღერას ვიზო. მე არც გლის, არც კიდე გლისფერი ძაღლის არ მეშინი. აი გოგო ego, აი ნერვიულად მაგარი გასაყო. ვინ გონი ხარ და ამ ქვეყნის მშვენივრად. ხალხმერთები და დედოფლები, რომელიც სულ ხელის გულზე უნდა მოუარო და ეთაყვანო, ბაბა. ატო, ჩაინიშნე რა ეს ყველაფერი. აი საშობა ვარდადეგების მერე პირველი რეპრეზენტაციის საკაიფო თემებია. რა ვარ თემები? ქვის ხანის აზროვნება პროვინციაში მითოსულ პატრიარქალური ალუზიები. არა. აუზი არა მაგრამ. აუზი არა, ალუზიები. მაგრამ რა მნიშვნელობას შევით მაინც. ავაგდება. მნება უსმაშა. ისა შენა. ჩვენი გადაცემა დასასრულია. მოდით დაგემშვიდობთ. შეწყინე გამოგვიდე ინკოგნიტოენი გვერდით კონტროლა 60 ნომერში ან დაგვირეგე ნომერზე 5991465 მომავალ შეხვედრამდე. თოლიაგარი თეთრი ბანდელი ჩემს პანჯარასთან ცრემლივი დაგდახნა არ ვიცი ასე ადამიანები მომწყვდი უზმოდრა უშენო ზეარმაზეროს უშენო სიცოცხლე წაიმდა უშენო უშენო ზეარმაზეროს უშენო სიცოცხლე წაიმდა